არ მისცე შენ ძაღლს სათამაშო. შენი ყურადღების გარეშე. ერთი თვის წინ ამ ვაჟბატონმა გადაწყვიტა რომ ეს სათამაშო შეეჭამა. ერთი რაღაც მეოთხედი ნაწილი შეჭამა. სათამაშო მიივეცი, დავუტოვე ოთახში რომ შემოbrunდი დაგლიჯილი დამხვდა. ხოდა ვიფიქრე რომ ალბათ გააფუჭა და უბრალოდ გადავყარა ეს ნაწილები. თუმცა ცოტათი რეკონსტრუქცია უნდა გამეკეთებინა და მივხვდარიყავი რომ დაახლოებით ამხელა ნაწილი იყო გამქრალი. თორის მთელი ყავის მანძილზე გული ერეოდა. კი, შენ იყავი ნამდვილად ეგ. და დაახლოებით 27 ამოღებინებაზე ამოიღო ეს სათამაშო. ხოდა ვიდეოს მიზანი არის ის, რომ შეგახსენოთ, რომ ყურადღებით იყოთ თქვენ ცუგოებთან და სათამაშოებთან მიმართებაში. რა ვთქვი? თქვენ სათამაშოს ძაღლი არ მისცეთ. ხოდა იმის თქვა მინდა, რომ ცუგოს თუ სათამაშოს მიცემთ, თქვენი მეტმალყურეობის ქვეში თამაშოს და ასევე მინდა გაგიზიაროთ თუ რეაბილიტაციის დროს თორიკო რა სჭამს. ეს არის ფარმინას გასტროინტერსტელარი მახსენდება ყველა ჯერ. გასტროინტესტინალი არის როგორც მშრალი კვება, ასევე არის სველი კვება. ზოგადად ამ კვებაში დაბალი ცხიმი არის და კუჭ-ნაწლავისთვის ნაკლებად გამაღიზიანებელია. პირველი 2-3 დღე თორიკოს სველ კვებას ვაძლევდი და ეხლა დრო არისო შეუღრიო უკვე მშრალი კვებაც. ამას იცი როგორ სუნია, აქ ის მიმირო არის, გოგორო არის. ამის შემოტანი არის ფეთრუსი და პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს ზოომაღაზიებში. მიქ მოკლედ შეგახსენებთ, რომ თქვენ ცუგოებს ყურადღება მიაქციოთ, როდესაც სათამაშოდ ითამაშებენ, რომ თვითონვე უნებურად ჯანმრთელობის პრობლემები არ შეიქმნან. 7 წლისაა და ტვინი იმდენი არ იყო, რომ ამხელა სათამაშო არ გადაეყლაპა. არის პატარა, ამხელა დავია. ტვინი არ გაგეძარდა მაგ თავში ბიჭო.